კერძოდ ავლაბარში 1903-1906 წლებში არალეგალური სტამბა ფუნქციონირებდა, სადაც რევოლუციონერები იატაკქვეშა საიდუმლო საქმიანობას ეწეოდნენ. საქმის წინამძღვარი არც მეტი არც ნაკლები სტალინი გახლდათ. სტამბაში ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე იბეჭდებოდა ბოლშევიკების და მენშევიკების არალეგალური პროკლამაციები, გაზეთები და ბროშურები, რომელიც საქართველოს და მთელი რუსული იმპერიის მასშტაბით ვრცელდებოდა. სწორედ ამ სტამბასთან აიგივებენ ერთ-ერთ უძველეს ქართულ ცნობილ ფრაზეს „შუქი მიწისქვეშეთიდან“. ვერ მუშაობდა ხელი. იმათაც ყავდა თავისკაცი ჟანდარმერიაში და იმანაცნობეს რომ მოვდივართ. ამიტომ როცა მოვიდა ჟანდარმერია, უკვე აღარამდა გარდა. ყოველთვის შედგა წყალი. 5 მეტრი გვირაბი გაიყვანა აქედან იქით. და გამოვიდა ასეთი კომუნიკაცია. ეს ყველაფერი დახურეს ზევიდან მერე და დააშენეს პირველი სართული და მეორე სართული. აქედან ჩადიოდნენ ჭაში, გადიოდნენ გვირაბში, მერე ამოდიოდნენ მეორე ჭაში კიბით. შედიოდნენ და უშვებდნენ აიქ პროკლამაციებს, გაზეთებს და ბროშურებს. იმ დაზგავდა გამოშვებული პროკლამაციები ლენინმა ჟენევაში წაიკითხა. იმდენად მოეწონა, რომ შესთავაზა და მოუმატეთ წარმოებას. ამას წინანაძერია მაშინა აუგსბურგი 1893 წელს გამოშვება. იმაზე უშვებდნენ იმ პროკლამაციებს, გაზეთებს და ბროშურებს სამ ენაზე: სომხურ, რუსულ და ქართულ ენებზე. სტამბაში საკომუნიკაციოდ სხვადასხვა საშუალებებს იყენებდნენ. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კი საიდუმლო ზარი იყო. ზარს სამი დანიშნულება ჰქონდა. ერთი ხანგრძლივი ზარი შესვენებას, ორი შემდეგი ცვლის, შემდეგი 4-ეული სამუშაო ადგილზე ჩასვლას ნიშნავდა. სამი ზარი კი საშიშროების აღმნიშვნელი იყო, რაც ტერიტორიაზე უცხო პირების გამოჩენას და სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ნიშნავდა.